დიანა ჯული ეს გააკეთე? გეხვეწები გადამაწერინე, ვერ ვხვდები საერთოდ. მე მგონი ეს თემა არც გამივლია. გადამაწერინე სანამ მასწავლებელი მოსულობთ, ხო? დიანა, რას გადაიწერ? არაფერი არ მაქვს. ვერ ვაკეთებ ამას. ძალიან რთულია. არტემ, რას შვები? კოსტა ვერაფერს არ გამომდის. მე დავამთავრე, აბა ვინმეს უნდა გადაწერა? ევა, გთხოვ, მე გადამაწერინე. მეც რა? გოგოებო, თქვენ არ მიგულისხმართ. ბიჭო, აბა გადაწერა გინდათ? ევა, შეიძლება მე ვიყო პირველი, გთხოვ. რა თქმა უნდა, დიმა, შენს მეგობრებსაც მიცვე უმხლებას გადაიწერონ. მადლობა. კოსტა ძალიან მაგარია ევას დიმა რომ მოწონს. დიმა, იჩქარე, ჩვენც გვინდა ეგ. ბიჭებო, დამელოდეთ ერთი წუთი. დიმა, გახსოვს ჩვენ რომ ერთმანეთს ხვდებოდით? შეგიძლია გადამაწერინო ძველი დროის გამო მაინც? არა, დიანა, არ შემიძლია, ვერ გაიგონე ევამ რა თქვა, მხოლოდ ბიჭებისთვის. მე რა, მაინც შეგეძლო დახმარება. ბავშვებო, დღეს სკოლაში იმართება შეჯიბრი. რატომ ფიქრობ ასე? მაგარია ეს რანაირი შეჯიბრებაა? არ ვიცი, მაგრამ დავინახე რომ კურიერმა ბევრი ყუთი მოიტანა. ჩავიხედე და ვნახე რომ ძალიან ბევრი მაგარი რაღაც იყო. მაგარია, ზარი სადაა, მინდა ვიცოდე როგორი კონკურსია. აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხედავთ გოგოებო. არ გინდათ ევასთან მეგობრობა, მან კი ნაწერი გოთხოვა. ხო, მისი მეგობრები ვართ და კარგია. ამაყი რომ არ ყოფილიყავით, ჩანთა გეტარებინათ თასმა შეგეკრათ, თქვენც მოგცემდათ ნაწერს. დიანა, ემოს მეგობარი ხომ არ გავხდეთ? შეხედე, ყველა ჩვენს წინააღმდეგაა და ყველა ევასთან მიდის. მეგობრებო, შოკირებული ვარ. ჯული, შენც მათთან ხარ? შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ? კარგი რა, ეს არ მოხდება ჩვენს სკოლაში. დირექტორის ქალიშვილს ვერ ეცოდინება ყველა პასუხი, არ შეიძლება. დიანა, შენ საწინააღმდეგოდ მე ძალიან ჭკვიანი ვარ და არც კითხვები ვიცოდი და არც პასუხები. მომისმინე ევა, ყველა შენი მეგობარია მხოლოდ იმიტომ რომ დირექტორის ქალიშვილი ხარ. იცით ბიჭებო, მან თქვენ ყველა გიყიდათ. პატარა გოგო ბიჭები ვითხართ, რომელიც მას დასდევს და მისი ჩანთა დააქვს. ხო, ევა როლებს და ღვიძლებს ყვედულობს. და შენ რა, დიანა, ჭკვიანურად თამაშობ? ადრე გამოიჩინე თავი, მაგრამ ახლა ევა ყავს, რომელიც უფრო მაგარია. ბავშვებო, შეწყვიტეთ. ჩვენი მეგობრული კლასი უკვე საგიჟეთად გადაიქცა. ურა, ზარი. ჯანდაბა. დიანა, ჩვენ ჩავიჭრებით ამ საგანში, არაფერი არ დაგვიწერია. ხო, რა თქმა უნდა არ დაგვიწერია. არც გვისწავლია ეს თემა. გოგოებო, თქვენ შანსი გაქვთ. თუ წახვალთ და კაფეტერიაში ჩემთვის საჭმელს იყიდით, მხოლოდ შენს ოცნებებში. მომისმინე ევა, სანამ შენ აქ მოხვიდოდი, ჩვენი კლასი ძალიან მეგობრული და ნორმალური იყო. მერე მოხვედი და ყველა იყიდე და ბიჭები გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან. ასე არ იყო ადრე. ახ, შეხედე, დირექტორის ქალიშვილი. დიანა, გამეცალე გზიდან, ჯობია ის არ გააკეთო. და რომ არ გაგიშვა? დიანა, გამიშვი. არა. დიანა, გითხრა რომ გამიშვი მეთქი. კარგი დიანა, გაუშვი, სხვა იდეაც მაქვს. ევა, გირჩევ რომ ასეთი ამპარტავანი არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ გადავამტერეთ ერთმანეთს შენ გამო. დიანა, თუ მან ყველა იყიდა, მაშინ ჩვენც ყველას ვიყიდით. როგორ? მამა ჩემი არ არის სკოლის დირექტორი. დიანა, იქნებ რაღაც გემრიელი საჭმელი გვეყიდა, რაღაც ბუფეტი მოგვეწყო ჩვენი ბიჭებისთვის. მისმინე ძალიან კარგი იდეაა და მე ბიჭები ნახავენ რომ ჩვენ ისევ გვინდა მათთან მეგობრობა. გადაწყვიტეს რომ უკვე იყიდონ. კარგი არის მუშაობს, ძალიან დავაგვიანე. დიანა, ფული გვაქვს? კი, ჩემს კრედიტ ბარათზე. კარგი, მაშინ მოდი ახლა ვიყიდოთ ყველაფერი და ნახევარს მერე მოგცემ. კარგი, წავიდეთ. უკაცრავად, გამარჯობა, ეს მიტანის სერვისია, ჩვენ ტკბილეული გვჭირდება. ბიჭებო, ეს რა არის? არ ვიცი, კურიერმა მოიტანა. მოდით ვნახოთ. კარგი, დიმა, მიდი და შეხედე. კოსტა გასაგებია, გახსენი და ნახე. კოსტა იჩქარე, შეხედე. ბიჭებო, აქ კურსასმენები და ფუნჯებიო, ფიქრობ სკოლაში არის კონკურსი. ო, აქ რაღაც პრიზებია. რა იყო ბიჭებო, ყუთებში იყურებით? ევა, გთხოვ, მასწავლებელს არაფერი არ უთხრა. ხო, ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებდა. ევა, უბრალოდ გვინდოდა გვცოდნო და როგორი კონკურსი ტარდება. დამშვიდით ბიჭებო, მასწავლებელი არ დაგსჯით, ეს ყუთები ჩემია. რასაუბრებით ბიჭებო, აიღეთ ეს ყუთები და მეათეჯის დაუძახეთ ჩვენს ოთახში, ჩვენ მათ საჩუქრებს მივცემთ. ვაუ, წავედით. წავიღოთ ყუთები. ევა, შეიძლება კურსასმენი რომ ავიღო. რა თქმა უნდა შეგიძლია, აიღეთ ყუთები, წაიღეთ ჩვენს ოთახში და მეათეჯის დაუძახეთ, საჩუქრებს გავცემ. კარგი, მეათეგ, მოდით აქ. ო, ევა, გამარჯობა, როგორ ხარ? ბავშვებო, მოდით და აიღეთ თქვენი საჩუქრები. რა საჩუქრები? დაიწყო უკვე შეჯიბრი? ხომ გითხარით რომ ყუთები მოიტანეს თქო? წავიდეთ და საჩუქრები ავიღოთ. ბავშვებო, არანაირი შეჯიბრი არ არის, უბრალოდ ჩემი სკოლის მეგობრებს საჩუქრები უყიდე. მიდით, აიღეთ. დიახ, და შეგიძლიათ ერთჯერადი ჭიქებიც მოიტანოთ? დიანა და ერთჯერადი თებშებიც. ხო, და ერთჯერადი თებშებიც. ბუფეტს ვაწყობთ სკოლაში და დიანა,
რა ხმაურია? დაგირეკავთ, ეხლავე გადმოგირეკავთ. ჯული, რა ხმაურია? რა ხდება? ბავშვებო, არაფერი არ დატოვოთ. გახსენით. აბა ეს ვის უნდა? აიღე. Yana, გავიგე რომ მაგარი სელფების გადაღება გინდოდა ნათურით. აიღე. მადლობა. აი კიდე კამერაც არის. ვის უნდა აბა მაგარი ვიდეოების გადაღება? ვის ჭირდება? მომიც. აიღე. კიდევ პასტაც არის. Yana, ეს შენთვისაა. მადლობა. ევა, ყურსასმენების ყუთები გახსენი. ბავშვებო, ნუ ნერვიულობთ. ბევრი შევუკვეთე, ყველა შეხვდება რაღაც. აბა რა გვაქვს აქ? თამაში, ვის მოწონს თამაშები? მარიუსას. კარგი, შემდეგი. აბა რა გვაქვს? ყურსასმენები. მადლობა. რა მან გადაწყვიტა რომ ისინი ისე მოისყიდოს? დიანა, მე მგონი ტკბილი ბუფეტი არ დაგვეხმარება. გამარჯობა ბავშვებო, ჩვენ გადაწყვიტეთ რომ მოვაწყოთ ტკბილი ბუფეტი და დისკო. აბა ვინ წამოვა? არავინ. დიანა, ჯანდაბა, ჩვენი თავი შევირცხვნეთ ამ ტკბილი ბუფეტით. საშინელებას, მათ ჩვენი აზრების კითხვა შეუძლია? კარგი, სხვა იდეა მაქვს. წამოდი, წამო. არა, ეს ჩემია. არა, ჩემია. მარიუსა. აი, კიდევ პასტაც ყოფილა. მომეცი. მარიუსა, არ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ზედმეტია შენთვის? აბა რა იდეა გაქვს? ჯული, იცი მათთვის რა შევუკვეთავთ? რას? iPhone 11 Pro-ს, ყველასთვის. დიანა, წარმოგიდგენია ეს რამდენი დაგიჯდება? მერე რა, ფულს დედაჩემის ბარათიდან ავიღებ. დიანა, გესმის რომ დედაშენი მოკლავს? არ მადარდებს, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ახლა ისინი ჩვენი მეგობრები გახდნენ ისევ. კარგი, მოდი შევუკვეთოთ. ოქროს ფერს ავიღებ გოგოებისთვის და მომწვანოს ბიჭებისთვის. აი, კიდევ ერთი შავიც ავიღოთ და ერთი თეთრიც. დიანა, რა ღირს? ჯული, $10,000. არა უშავს. ყველაფერი შევუკვეთე უკვე. დიანა, ეგ არ უნდა გაგიკეთებინა. ისინი ისო ჩვენი მეგობრები იქნებიან და არა ევას ამის შემდეგ. შეხედე, ევა მას ყოველდღე რაღაც ახალს აძლევს. დიანა, ამჯერად აიფონებს უყიდი და შემდეგ უკვე მანქანები მოუნდებათ. ჯული, უკვე ძალიან გვიანია. აიფონები შეკვეთილია და ფული ჩამოიჭრა. დიანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყიდულობთ მეგობრობას აიფონებით. ხო, ჯული, მაგრამ რა ვქნათ, სხვა შანსი არ გვაქვს. თუ არ ვიყიდით ამ აიფონებს, მაშინ ისინი ჩვენი მეგობრები აღარ იქნებიან. ევას მეგობრები დარჩებიან სკოლის ბოლომდე და ჩვენ დავშებით თაგვებად. მადლობა ევა, საუკეთესო ხარ. შეხედე რა გვაქვს, ეს ევამ გვიყიდა. ხო, მან ეს სათამაშოები გიყიდათ. როდესაც აიფონები მოვა, სულ და გავიწყდებათ ეს ევა. ჯული, კურიერი რეკავს. უპასუხე. გამარჯობა, დიახ. ჯული, აიფონები მოიტანეს. აუ, ახლა რა კარგი იქნება ევას სახის დანახვა. კი, მოდივართ, დაგვაოლდეთ ცოტა ხანი. წავედით, იჩქარე. დიანა, გავიქცეთ უფრო ჩქარა, ხო, გავიქცეთ. ბავშვებო, ჩვენ აიფონები გიყიდეთ. აბა აირჩიეთ რომელი გინდათ. არის ოქროსფერი, თეთრი, მომწვანო, შავი. ყველა შეხვდება ერთი. ხო, ყველა აიღებს ერთს. ვაუ, რამდენი საჩუქარი მაქვს, ეს ხუმრობაა? არ ვიცი. რა? ჩვენ ყველა საჩუქრები ვუყიდეთ iPhone 11 Pro. კოსია, მოდი აქ. ვიცი რომ გინდოდა მომწვანო iPhone 11. მოდი აიღებ. მართლა? დიანა, აიფონი ჩემთვისაც გაქვს და ჩემთვის. ბიჭებო, ეს ყველასთვისაა, მეათე ჯისთვისაც კი. ვაუ, მისმინე ევა, აიღე შენი ნაგავი. ხო, აიღე, არ გჭირდება. დიანა, ძალიან მაგარი ხარ. მისმინე ევა, დიანა უფრო მაგარი. ყველაფერი შეუძლია მოგწეს. დიანა, იმუშავა. დიანა, რამდენი ფული დახარჯა თუ ყველასთვის იყიდი აიფონი? ვის ადარდებს? არაფერი მენანება ჩემი მეგობრებისთვის. მოდი ჯული, დავურიგოთ ყველას აიფონები. ცუდი იდეა იყო ამ თამაშის წამოწყება, დიანა. Electric. ბიჭებო, მოიცადეთ.
იქნება არ წახვიდე სკოლიდან რა. ხო, ევა, შენს გარეშე როგორ დავრჩებით? ვინ მოგცემს საჩუქრებს? ევა, ვინ დაგვეხმარება მასწავლებლებთან და ხო რა დირექტორთან? ევა არ დაგვტოვო. მისვენთ ბავშვებო, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემ მშობლებს უნდათ რომ მაგარ სკოლაში ვისწავლო. არ ნერვიულოთ, არ დაგივიწყებთ. მართლა? ევა, მაშინ ყველაზე მაგარი სკოლაში ვინ იქნება? ვინ იქნება ყველაზე მაგარი? რა თქმა უნდა, თქვენ სხვა ვარიანტი არც განიხილება. გაიგეთ, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, მეა თეჯი. ხო? დიანა მარც კი უნდა იოცნებოს პოპულარობაზე აქ. მორჩა, დიანა არ მოასვენოთ. ალბათ ფიქრობს რომ ყველაზე მაგარია. ნახავ, ჩვენ ყველაზე მაგრები ვიქნებით აქ. აი, ჩვენიერია. კარგი ბავშვებო, ახლა უნდა წავიდე. არ გადება. ევა, სკაიპზე დაგირეკავ. ევა, მე მოგწერ ხოლმე. ჩვენ ყოველ დღე დაგირეკავთ. ევა, გარწმუნებთ, იმედებს არ გაგიცრუებთ. კარგად ბავშვებო. კარგად. Yes, Yana. ახლა ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. ახლა ვინ არის ბოსი სკოლაში? არწევ, რას კითხულობ, რა თქმა უნდა მე. არწევ, ვერ გაიგე, ევამ გითხრა რომ ჩვენ ვართ ახლა უფროსები. ხო, და ჩვენ ავირჩევთ ვინ იქნება ლიდერი. მისმინე მარიუსა არავის არ ავირჩევთ. სად არის ლიდერი? მე ვარ, აი აქ. წამოდით. ევა, გამარჯობა. ევა, სახლში მიდიხარ, სკოლა ახლა იწყება. არა ბიჭებო, სახლში არ მივდივარ. ხვალიდან მაგარ სკოლაში ვისწავლი, აქ აღარ ვიქნები. ევა, ხომ რო? ევა, როგორ, რატომ, რა მოხდა? არაფერი არ მოხდა, ჩემო მშობლებმა გადაწყვიტეს. დაგვერხა, ახლა ვინ გადაგვაწერინებს ტესტებს? ან ვინ დაგვიფარავს დანაშაულს? ყოსტა რა ტესტები თითქმის შემიყვარდა ევა. ევა, რამის შეცვლა შეგვიძლია, შეიძლება სკოლაში დარჩე. ვერაფერს შევცვლით ბიჭებო, აბა კარგად. ნახვამდის ევა, დაგირეკავ და მოგწერ იქნებ კინოში წავიდეთ ერთ დღეს. კარგი დიმა მომწერ და მერე გადავწყვიტოთ. კარგი დიმა, წავედით. ყოსტა ეს დასასრულია ევამ სკოლა შეიცვალა. ხო, დიმა, ევამ სკოლა შეიცვალა. ახლა წიგნი უნდა გადავშალოთ და ვისწავლოთ, ვერავინ გადაგვაწერინებს. დიანა შეხედე. ო, ევა, სად მიდიხარ? ყველა ახლა მოდის სკოლაში და შენ კიდე მიდიხარ. დიანა, მე უფრო მაგარ სკოლაში უნდა ვისწავლო. ჯანდაბა, სკოლას იცვლი? დიანა, ეს ხომ ძალიან მაგარია, მიეცი უფლება წავიდეს. ხო, დიანა, ამ სკოლას ვცვლი უფრო მაგარში და არც იფიქრო რომ აქ პოპულარული და მაგარი გახდები, ამას არ დაგუშვებ. დიანა, რას ამბობს? მოიცადე ჯული, იცი რა ევა, არ ვარ ბედნიერი რომ ამ სკოლას ტოვებ. უხეში კი იყავი, მაგრამ ვფიქრობ რომ კარგი გოგო ხარ და უბრალოდ რომ არ ქონდა საკმარისი რომ ერთმანეთი გაგვეცნო. მისმინე დიანა, არ ხარ პოპულარული ამ სკოლაში და ვერც გახდები, მეტი აღარაფერი მაქვს შენთვის დათქმელი. დიანა, არ ინერვიულო, გაუშვი, ის აღარ სწავლობს ჩვენ სკოლაში. ხო, ჯული. რაც არ უნდა იყოს, ახლა პოპულარულობის შანსი მაინც გვაქვს. ჯული, გულწრფელად არ ვიცი რა გითხრა. დიმაც ფიქრობ რომ ადულად დაივიწყებს? არა, არ დაივიწყებს. დარწმუნებული ვარ ყოველ დღე დაურეკავს და მიწერს. ან შეუძლია სკოლა შეიცვალოს, რომ მასთან ერთად ისწავლოს. დიანა, გეთანხმები, მაგრამ ოთახში მივიდივართ ახლა რომ ბიჭებს უთხრათ რომ საუკეთესოები ვართ ამ სკოლაში. ხო, ჯული, მართალი ხარ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამუშაოთ ეს ევა. დარწმუნებული ვარ დიმას დაივიწყებს და ყველაფერი ადრინდელს დაუბრუნდება. ისე როგორც აქამდე იყო. და კოსტა სახლის საქმეებში დამეხმარება. ვეღარ გადააკოპირებს ვერაფერს. ხო, ჯული, გეთანხმები. აბა ვინ არის აქ ყველაზე პოპულარული? ჩვენ ვართ. ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო? ჩვენ. მორჩა, წავედით. აბა მეათეჯი, ვინ ვართ ახლა? ბანდა. სწორია და თან ყველაზე მაგრები სკოლაში. ახლა ეს ბიჭები მეცხრეადან ვეღარ დაიმალებიან ევას ზურგს უკან. Yana და დიანა ის ხომ ადრე მაგარი იყო. ლეილა, ვერ გაიგე რა თქვა ევამ? ჩვენ ვართ ახლა ყველაზე მაგრები და აქ ბოსი მე ვარ. ხო, იანა ბოსი არის. ვაჩვენებთ დიანას. კოსტა, რა, დიმა, მოემზადე გაკვეთილისთვის. კოსტა, დახურე წიგნი, მოვიფიქროთ კიდევ რა უნდა. დიმა, რა კიდევ, უკვე ვერავინ გადაგვაწერინებს, უნდა ვისწავლოთ. კოსტა, ამას არ გულისხმობ, უნდა გაიგო რომ ევა თითქმის შემიყვარდა, თითქმის და ის სხვა სკოლაში გადავიდა. დიმა, ძალიან რთული ადამიანი ხარ. უთხარი რომ მიწერდი, შეიძლება კინოში წახვიდეთ ერთად. ახლა გაკვეთილისთვის მოემზადე. კოსტა არ გესმის, ის სხვა სკოლაში გადავიდა, შეიძლება იქ შეყვარებული ნახოს და აღარ უპასუხოს ჩემს დანარეკებს და მესიჯებს. დაგვერხა. დიმა, დაკავებული ვარ. გამარჯობა ბიჭებო. კოსტია, წიგნს კითხულობ? ახლა ვეღარავის განიწერ? დიმა, შენ? სად გაქრა შენი სიყვარული ევას მიმართ? ეს კრისტალის ბურთს გავს, რომელიც ასე გატყდა.
ჯული ხელს ნუმიშლი გაკვეთილისთვის ვემზადები. გაემზადე კოსტია, ოღონდ გახსოვდეს, რომ ევა წავიდა და აქ ვეღარავინ ვეღარ დაგიცავთ. ხო, დიმა და კოსტია, ახლა ჩვენ ვართ პოპულარულები ამ სკოლაში. ხო, და ყველა ბიჭი სხვა კლასიდან ჩვენი მეგობარი გახდება. დავიღალე შენით, არ ხარ პოპულარული, დიანა, არ ხარ დირექტორი. რა? რას ამბობ, დიმა? დიმა, არასწორი ხარ. გინდა რომ შეამოწმო ვინ არის აქ ყველაზე პოპულარული? შეგვიძლია შემოწმება, მე ვიქნები. დიანა, უნდა დაამტკიცო რომ პოპულარული ხარ. კარგი დიმა, დიანა, იდეა მაქვს. აბა რა იდეა, ჯული? ესე იგი, ხმის მიცემას მოვაწყობ და ყველა მიიღებს მონაწილეობას. მართალია, ჯული, დიმა, ხედავ? ყველა მიცემს ხმას და ჩვენ ვიქნებით ყველაზე პოპულარულები. რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული. მეათეგე შენს წინააღმდეგ მისცემს ხმას. კოსტია და დიმა, ნახავთ. დიანა, წავედით აქედან. არ მესმის, აქ რას აკეთებთ? დატოვეთ ჩვენი ოთახი. მისმინეთ, ევა სკოლაში აღარ არის. დრო ეს საჩვენოდ გამოვიყენოთ. უნდა გადავწყვიტოთ, ვინ არის ყველაზე პოპულარული ამ სკოლაში. რა გჭირთ? არაფერი არ არის აქ სალაპარაკო, ჩვენ ვართ ყველაზე პოპულარული. ხო, მეათეგე საუკეთესოა. იანა, მგონი არ დაგთანხმებიან. ჯული, ყველაფერს გამოვასწორებ. მეათეჯი, იცით რა? თქვენ ხართ ლაჩრები. იცით რომ მე ვარ ყველაზე პოპულარული და მორჩა. ხო, შენ მაგარი ხარ. ლაჩრებო. ვინ არიან ლაჩრები? ჩვენ? თალმა სკოლამ იცის რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. და აქ მე ვარ ბოსი. კარგი, მაშინ გადავწყვიტავთ ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ხმის მიცემას ჩავატარებთ. თითოეული ჩვენგანი მისცემს ხმას იმას, ვიზეც ფიქრობს რომ ყველაზე მაგარია. ხო, და ვისაც აირჩევენ, ის იქნება ყველაზე პოპულარული სკოლის დამთავრებამდე. რა მოხდება იანას თუ არა ირჩევი? არ წევ, რა მეჭვები გაქვს? ევან, ხო რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. იანა, იქნებ ხმის მიცემა არ ჩავატაროთ. აი, დამშვიდით ბავშვებო. გეთანხმებით, ჯული. ხო, ჯული, მიდი. აბა დიანა, მზად ხარ წაგებისთვის? მარიუსა, მხოლოდ შენს ოცნებებში. რა თქმა უნდა, დიანამ ახლა გადაწყვიტა რომ დაინახოს ის, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი. იანა, ნაკლები სიტყვები. კარგი, ბავშვებო, ხმა მიეცით იმას, ვისაც ფიქრობთ რომ ყველაზე მაგარია და შემდეგ აი ამ ვარდისფერ ყუთში მოათავსეთ. კარგი. ლაილა, ხმას ვისაძლევ? არ წევ, ყველა თავის თავს აძლევს ხმას. დიანა, რატომ გაიწიე ყუთიდან? ეს ხომ შენი იდეა იყო, მიდი და გახსენი. დიანა, იქნებ ყუთის გახსნის გეშინია. მე მეშინია? კარგი დიმა, ახლა გავხსნი ყუთს და ვნახოთ ვინ იქნება ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაგარი ამ სკოლაში სწავლის დამთავრებამდე. ყველა მზადა? კი, განაგრძე. კარგი, პირველი ხმა დიანასია. ევა, ეს ვინ დაწერა? მან ხო ჩვენი სკოლა დატოვა. დიმა, ვიცი რომ შენ იყავ. არა, არ ყოფილვარ. კარგი იყოს ევა. დიანა. უკვე ორი ხმა მაქვს. ჯანდაბა, არ მისმის, ვინ მიცემ ამას ხმა? იანა, მე არ მიმიცია მისთვის ხმა. იანა, შენ თავს მიეცი, ხო? დარწმუნებული ვარ. იანა, უკვე სამი ხმა. დიანა. დიანა. ლედი დიანა. და საბოლოო ხმა? დიანა. კარგია, ვნახოთ რამდენია. არ არის სიმართლე, იტყუები. აიკითხე, დიანა წერია. შენ მხოლოდ ერთი ხმა გაქვს და ეს შენია. ბანდა. იანა, მინდოდა რომ შენთვის მომეცა ხმა. კარგი იანა, დამშვიდი, წააგე. აბა, ვინ არის ყველაზე პოპულარული ამ სკოლაში? დიანა. დიანა. დაგვერხა. ევამ დაგვტოვა და მორჩა. ხო, იანა, ალბათ ამჩნევ რომ წააგე. დიანა, ყოველთვის ვიცოდი რომ მაგარი იყავი. ხო, დიანა, შეიძლება შენი მეგობარი ვიყო. დიანა, იცი შენ ევაზე მაგარი ხარ. დიმა, რატომ ზიხარ? ადექი. კარგი დიანა, ვაღიარებ რომ წავაგე.
ისეთ ბავშვებო მე არ მინდა ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაგარი ვიყო. მინდა რომ ყველაფერი ჩვენ შორის კარგად იყოს, აღარ იყოს ჩხუბი, ცუდი ბანდა და ასე შემდეგ. მინდა რომ შვიდად ვიცხოვრო. ხო, უკეთესი იქნება თუ ყველა მეგობრები ვიქნებით. რა თქმა უნდა ბავშვებო, ამიტომ ახლა კლასებში წავალთ და სკოლის მერე კაფეში ავიდეთ. Yes, კაფეში. დიანა, იცი სინამდვილეში შენ მიყვარხარ. მე შინოდა რომ სკოლიდან გამაგდებდნენ თუ ევასთან არ ვიქნებოდი. დიმა, სერიოზულად? ხო, დიმა, ახლა არ იტყუები? არა, არ ვამბობ. კარგი. წავედით კლასში. წავედით. აბა წავედით კაფეში და აუდიენში ნახლა. ხო. და ის ვიღა. იქნებევა დაბრუნდა. დაგვერხა. ის რა ჩვენ სკოლაში მოვიდა? ეს ვინ არის? არ ვიცი ეს ვინ არის, მაგრამ დიანა, ის ზუსტად შენნაირია. გოგონა, ვინ ხარ? გოგონა, ვინ ხარ და ამ სკოლაში რას აკეთებ საერთოდ? დიანა, რას უყურებ? მე ხომ შენი ტყუპი დავარ. დღეიდან დაწყებული მე ვარ ყველაზე მაგარი და ყველაზე პოპულარული ამ სკოლაში. და არა შენ. დიანა, რა გავაკეთოთ? შეხედეთ, ძალიან ლამაზია. გონი მოუწონა. მოკიდე არ წევ. რა საშინელება. ხო, კიდევ ერთი ახალი გოგო სკოლაში. რას უყურებ? კიდევ ვერ გაიგე? გონი ახალი პრობლემები დაიწყო.